бачить, що жодного ყველა ხედავს, რომ რუსეთს მშვიდობისკენ არც ერთი რეალური ნაბიჯი არ გადაუდგამს. არ ყოფილა არანაირი ქმედება, არც ჰაერში და არც ხმელეთზე, რასაც შეეძლო ადამიანების სიცოცხლე გადაერჩინა. ამიტომ საჭიროა სანქციები და ზეწოლა. საჭირო ძალა უპირველეს ყოვლისა ამერიკის შეერთებული შტატების ძალა, ევროპის და მსოფლიოს ყველა იმ ქვეყნის, რომელსაც მშვიდობა და სტაბილურობა სურს საერთაშორისო ურთიერთობებში. თუ რუსეთი არ შეწყვეტს ომს, უნდა შევაჩეროთ მისი ეკონომიკა. ომი რაც შეიძლება მალე უნდა დასრულდეს სამართლიანი მშვიდობის სახით. არსებობს მკაფიო მხარდაჭერა იმ პრინციპისა, რომ უკრაინასთან დაკავშირებული ყველა საკითხი უკრაინის მონაწილეობით უნდა გადაწყდეს, როგორც ეს ყველა სხვა დამოუკიდებელი სახელმწიფოს შემთხვევაში მოხდებოდა. ყველას უნდა ვცეთ პატივი. მადლობას ვუხდი ყველას, ვინც იზიარებს ამ პოზიციას უკრაინასთან დაკავშირებით. გვესმის რუსეთის განზრახვა, მოლატყუოს ამერიკა. ჩვენ ამას არ დავუშვებთ. მე ძალიან ვაფასებ პრეზიდენტ ტრამპის ძალისხმევას და ერთგულებას საკუთარი მიზნის მიმართ, შეწყვიტოს მკვლელობები. ყოველდღე უამრავი ადამიანი იღუპება, თუმცა ამ მკვლელობებისთვის ერთადერთი მიზეზი პუტინის სურვილია იომოს და ისარგებლოს ყველა ადამიანი, ვინც მასთან კონტაქტში შევა. უკრაინაში რუსეთს ძალიან კარგად ვიცნობთ. სწორედ ამიტომაა, რომ უკიდურესად რთულ ვითარებაში უკრაინელები 3 წელზე მეტია სრულმასშტაბიან ომს უძლებენ. ჩვენ აუცილებლად დავიცავთ ჩვენს სახელმწიფოს და დამოუკიდებლობას. захистимо державу.